დღევანდელი დღის თემა. გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი. ახლა წაკითხულ სიტყვებში გვეხსნება უდიდესი და გამოუთქმელი სიყვარული და უკიდეგანო მადლი, რომელსაც ღმერთი გამოავლენს არა მხოლოდ ამ გონიერი ცხოველის, ანუ ადამიანის მიმართ, არამედ ყველა უწყი ქმნილების მიმართაც. ყოველივეს შემოქმედი იგი თავის მადლსაც, თავის ყველა ქმნილებას ერთნაირად მოხფენს და ყველანაირად გვიჩვენებს თუ რა ძლიერ ზრუნავს ადამიანის მოდგმაზე და რომ დასაბამიდან ყველაფერს ჩვენი ხსნის გამო აკეთებდა. ასე რომ, გვტანჯავს იგი თუ გჯის, ყველაფერს მხოლოდ მოწყალების გამო სჩადის. სასჯელს მოგვკერძებს არა ბრაზის და მრისხანების გამო, არამედ უწმინდურების შეწყვეტის სურვილით, რათა იგი უფრო მეტად არ გავრცელდეს. ახლაც როგორც ისმინეთ, წარღვნა მოავლინა არა რომელიმე სხვა მიზეზით, არამედ ესოდენ დიდ უკეთურებას მიცემულ ადამიანებზე ზრუნვის გამო. იტყვი განაის რა ზრუნვაა, როცა ყველა წყლის ქვეშ ჩაიღუპაო. დაუფიქრებლად ნუ ლაპარაკობ ადამიანო, არამედ კეთილმორჩილი გონებით მიიღე უფლის ქმედებანი და მაშინ შეიცნობ, ამაშიც კი რაოდენი ზრუნვა გამოსჭვივის. განა უდიდესი ზრუნვა არ არის ცოდვისგან განყენება გამოუსწორებელი ცოდვილებისა, რომლებიც ყოველდღიურად ახალი ჭრილობით განიგმირავენ თავს და თავიანთ წყლულებს მოურჩენელს ხდიან? და განა თავად სასჯელის სახე კაცთმოყვარებით არ არის სავსე? მართლაც და ადამიანები, რომლებსაც ისედაც უნდა მოეხადათ ბუნების ვალი, სიცოცხლეს ესალმებიან, მაგრამ ისე იოლად რომ ვერც კი გრძნობენ ამას, ტკივილის და ტანჯვის გარეშე მიეგებიან სასჯელს. რაოდენი სიბრძნე და მადლია ამაში. თანაც თუ ჩვენ კეთილპატიოსანი გონებით განვიხილავთ მოვლენის შედეგებს, ანუ იმას, რომ არა მხოლოდ დასჯილებისთვის იყო იგი სასარგებლო, არამედ მომავალ თაობებსაც მოუტანა ორი უდიდესი სიკეთე. მაშ რა მადლიერება უნდა შევწიროთ ღმერთს, რომ ამ ადამიანების დასჯით და ისეთივე სასჯელის მიღების შიშით შთამომავლებით შეაგონა და ყოველგვარი უბედურების და უწმინდურების დრიტა მოსპო და მათსოდვის და ბოროტების არც ერთი მასწავლებელი არ დაუნარჩუნა? ხედავ რომ ღმერთისგან მოვლენილი სასჯელიც კი მადლი უფროა და გამორჩევით ადასტურებს მის ზრუნვას ადამიანთა მოდგმაზე და თუ ვინმე მოისურვებს ამ საკითხს ადამიანთა ყოფის დასაბამიდანვე მიადევნოს თვალი, დაინახავს რომ ღმერთი ყველა ცოდვილს მხოლოდ ამ მიზნით მოუვლენდა სასჯელს. ასევე ადამიანს, როდესაც იგი მცნებას გადავიდა, ღმერთმა სამოთხიდან იმის გამო კი არ განდევნა რომ დაესაჯა, არამედ იმისათვის რომ მისთვის სიკეთე გაეკეთებინა. იტყვი განა რა სიკეთეა სამოთხეში ცხოვრების დაკარგვაო? მოვლენებს ზედაპირულად კი ნუ შეხედავ საყვარელო და ნაჩქარევად კი ნუ განსჯი უფლის საქმეებს, არამედ ღრმად ჩაწვდი მისი დიდი სახიერების ბუნებას და დაინახავ რომ იგი ყველაფერს ამ მიზნით ჩადის. მითხარი, განა რას აღარ ჩაიდენდა ადამი თუ მცნებას გადასვლის შემდეგაც იგივე სიკეთით იქნებოდა გარემოცული? თუ ამდენი აღთქმის შემდეგაც თავს ნება მისცა, გველის სიცრუეს აღყოლოდა და ეშმაკის ბოროტი რჩევა მიიღო, რომელმაც იგი ღმერთთან გატოლების იმედით გაამპარტავნა და ურჩობის ცოდვაში ჩააგდო. მაშინ ამ ცოდვის ჩადენის მერეც რომ იგივე ღირსებით მოცული და იგივე საცხოვრებლის ბინადრად დარჩენილიყო, მით უფრო არ ჩათვლიდა ამ ბოროტ დემონს ყოველთა შემოქმედზე მეტად სანდოდ და საკუთარ თავზე მით უფრო ამპარტავანი ფიქრები არ გაუჩნდებოდა? ადამიანის ბუნება ასეთია. თუ კი მას ცოდვების ჩადენისას არ ალაგმავ, არამედ თავისუფლებას მიანიჭებ, იგი არ ჩერდება და საბოლოოდ უფსკრულში იჩეხება. თუმცა, მე სხვაგვარადაც შემიძლია დავასაბუთო, რომ ღმერთმა ადამიანს სამოთხიდან გამოსვლა იმისთვის უბრძანა და სიკვდილის სასჯელიც იმის გამო დაუწესა, რომ ამით კაცთმოყვარებას გამოავლენდა. სამოთხიდან განდევნით და მის მახლობლად დასახლებით მან იგი სამომავლოდ უფრო ფრთხილი და წინდახედული გახადა, გამოცდილებით დაარწმუნა მაცდურის მუხანათობაში. სიკვდილის სასჯელი კი იმის გამო დაუწესა, რომ იგი, რა კი ურჩობის გამოვლენით ცოდვას დანებდა, უსასრულოდ არ შეეცოდა. ამგვარად, განაცხადი არ არის შენთვის, რომ ეს ყველაფერი სამოთხიდან განდევნაც და სიკვდილის მიკერძებაც უდიდესი კაცთმოყვარებით ჩადენილი საქციელი იყო? ამას კიდევ სხვა საბუთით შემიძლია დაურთო. კერძოდ კი რა, ის რომ ადამიანის ამგვარი დასჯით სასიკეთო შედეგები მხოლოდ მასზე როდი ამოიწურა, არამედ ღმერთმა ისურვა, რომ მის ბედს შთამომავლებით შეეგონებინა. მართლაც და ერთი ეს მითხარი, თუ კი ამის მერეც კი ადამიანის შვილი კაენი, ვისაც თვალწინ ჰქონდა მამის სამოთხიდან განდევნის მაგალითი და უწყოდა ის საზარელი წყევლა, რომელიც ამბობდა: "ტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" და ამის მიუხედავად არაფერი შეიგონა, არამედ უდიდეს ცოდვაში ჩავარდა. მაშინ რა სიშლეგემდე მივიდოდა, მამამისის ბედი რო არ ცოდნოდა. და აი, რაც განსაკუთრებით საოცარია, საზარელი მკვლელობით ხელის შემბილწველი ამ უდიდესი ცოდვილის დასჯისასაც კი უფალმა სასჯელს კაცთმოყვარება მიურთო. ხოლო იმისათვის, რომ უფლის სახიერების დიდებულება კაენს გადახდილი საქმით შეიცნო, ღმერთმა, როდესაც კაენმა მის წინაშე შესწოდა და მსხვერპლის შეწირვის განზრახვისას უდიდესი უდიერება გამოიჩინა, ანუ სათანადოდ არ შეარჩია, არამედ უბრალოდ შესწირა ის, რაც მოუხერხდა, ღმერთს ამაზე არაფერი უსიამოვნო და გამკიცხველი არ უთქვამს, თუმცა კი ეს უმნიშვნელო ცოდვა კი არა, ძალიანაც მძიმე შეწოდება გახლდათ. მართლაც და თუ თავისივე მსგავსი ადამიანის პატივსაცემად მას პირველსა და საუკეთესოს უთმობენ და ცდილობენ, ის მიართვან, რაც თავად უძვირფასესად მიაჩნიათ,
მაშ კაენს, რომელიც ადამიანი იყო, სხვერპლს კი ღმერთს უძღვნიდა, საუკეთესო და უძვირფასესი არ უნდა შეეწირა? მაგრამ თუმც კი მან ასე მძიმედ შესწოდა და ასეთი უდიერება გამოავლინა, ღმერთმა პასუხი არ მოსთხოვა და არ დასაჯა ამის გამო, არამედ ლმობიერად ელაპარაკება როგორც მეგობარი მეგობარს და ეუბნება: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განათავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მასლ ტოლვა, შენ კი იბატონე მასზე. მან მხოლოდ მიუთითა ცოდვაზე და ურჩია, იგივე არ გაეგრძელებინა. ხედავ, რა გამოუთქმელი სახიერებაა. მეტიც, როცა მან არა მხოლოდ არ შეირგო უფლის ასეთი დამდაბლება, არამედ წინანდელს უფრო მძიმე ცოდვაც დაურთო და ძმის მოსაკლავად აღმართა ხელი, ღმერთმა აქაც უდიდესი მოთმინება გამოავლინა. წინ და წინ გამოკითხა და თავის მართლების შესაძლებლობა მისცა. როდესაც იგი არც ამის მერე მოლბა, უკვე სასჯელი დაუწესა, თუმცა კი იმგვარი, რომელიც სიყვარულით იყო გაზავებული. ხედავ, როგორ შეუნდო ღმერთმა კაენს, როდესაც მან შესწოდა უფლის მიმართ და არც თუ მცირედ. ხოლო როცა ძმაზე აღმართა ხელი, მაშინ კი გაკიცხა და დაწყევლა. ასევე მოვიქცევით ახლა ჩვენ, მივბაძავთ ჩვენს ღმერთს. ჩვენ წინაშე ჩადენილ ცოდვებს შენდობით ვუპასუხებთ და ჩვენ შეურაცხყოფელებს ლმობიერად მოვექცეთ. ხოლო როდესაც ცოდვა ღმერთის მიმართ იქნება ჩადენილი, მაშინ კი მოვკითხოთ შემცოდეს. მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერს პირუკუ ვაკეთებთ? ღმერთის წინაშე ჩადენილი ცოდვების გამო არავის მოვკითხავთ, ხოლო თუ ჩვენ თუნდაც მცირე შეურაცხყოფა მოგვადგა, მაშინ მკაცრად ვითხოვთ მის დასჯას და ვკიცხავთ, არ ვფიქრობთ, რომ ამით კიდევ უფრო მეტად ვარისხებთ გულმოწყალე უფალს. იმის დასტურად, რომ ღმერთისთვის ჩვეულია, არად ჩააგდოს შეცოდება მის წინაშე, მოყვასის მიმართ შეცოდება კი მკაცრად მოგკითხოს, უსმინე ნეტარ პავლეს, ვინც ამბობს: უკვე თუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოი და მას ჯერ უჩნდეს ყოფა იმისთანა, ნუ დაუტევობ ცოლსა მას. და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოი და მას ჯერ უჩნდეს ყოფა იმისთანა, ნუ დაუტევებ ქმარს ამას. ხედავ, ამაში რაოდენი ლმობიერებაა. დაე, იყო შენი ქმარი წარმართი ურწმუნო, მაგრამ თუ მას უნდა შენთან ცხოვრება, არ მიატოვო. და კვლავ, თუნდაც რომ წარმართი ურწმუნო იყოს შენი ცოლი, მაგრამ თუ სურს შენთან ცხოვრება, არ უარყო იგი. რამე თუ რა იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი. ანუ შენ რა იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი. ხედავ განა ღმერთი წინ რომ არ აღუდგება მისი ურწმუნო ქმრის, ან ცოლის კანონიერ თანაცხოვრებაში მიღებას. ახლა ისმინე, თავად ქრისტე რას ეუბნება მოწაფეებს. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამე თუ ყოველმან, რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიტყვისა, სიძვისა, მან ამრუშა იგი. უჩვეულო სახიერებაა ამაში. დაე, შენი ცოლი იყოს წარმართი ან ურწმუნო, ამბობს, თუ კი უნდა შენთან ყოფნა, არ განეშორო მას. მაგრამ თუ შენს წინააღმდეგ შეცოდავს, დაივიწყებს ცოლქრულ აღთქმებს და სხვასთან ყოფნას არჩევს, შენ ნება გეძლევა, უარყო და გააგდო იგი. დავფიქრდეთ ამაზე და შევეცადოთ. მისი ჩვენდამი გულმოწყალების პასუხად ჩვენც მივაგოთ ღმერთს პატივი და როგორი სიოლითაც თავად ის შეინდობს მის წინაშე ჩადენილ ცოდვებს, ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს კი მკაცრად მოკითხავს, სწორედ ასე მოვიქცეთ ჩვენც. რითაც არ უნდა შეგვცოდოს მოყვასმა, შევუნდოთ და პირიქით ღმერთის წინაშე ჩადენილი ცოდვის გამო შევეცადოთ, კაცრად მოვკითხოთ. ეს ჩვენც უდიდეს სარგებელს მოგვიტანს და გამოსწორების გზაზე დამდგარ ცოდვილებსაც ბევრ სიკეთეს უზამს. იქნებ დღევანდელი შესავალი ძალიან გაგვიგრძელდა, მაგრამ რას ვიზამ? განზრახ-როდი ვქენი, სიტყვის მდინარებამ თავად გამიტაცა. რადგანაც წარღვნის შესახებ ლაპარაკობთ, ამიტომ კიდევაც უნდა დაგვემტკიცებინა თქვენი სიყვარულისთვის, რომ ღმერთის მოვლენილი სასჯელიც კი მისი კაცთმოყვარების გამოვლინება უფროა ვიდრე სასჯელი. ზუსტად ასევეა ეს წარღვნაც. ღმერთი, ვით შვილების მოყვარე მამა, ყველაფერს ჩვენს მოდგმაზე ზრუნვის გამო ჩადის. მაგრამ იმისათვის, რომ მისი სიყვარულის უკიდეგანობა დღეს შემოთავაზებული საკითხავიდანაც შევიცნოთ, ყური დაუგდოთ თავად წმინდა წერილის სიტყვებს. გუშინ ნეტარმა მოსემ გვაუწყა, რომ იდგა წყალი დედამიწაზე 150 დღე. აქ შევჩერდით შეგონებისას, დღეს იგი ამბობს: გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში. და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი. დააკვირდი აქაც საღვთო წერილის რა ლმობიერება ჩანს. გაიხსენა ღმერთმა, ამბობს. გავიგოთ ეს სიტყვა, საყვარლებო. ღვთივსასურველად ისე და არა იმ უხეში მნიშვნელობით, როგორითაც ჩვენი უძლური ბუნებაა ჩვეული. ეს გამოთქმა, გაიხსენა ღმერთის გამოუთქმელ არსთან მიმართებაში შეუფერებელია, მაგრამ ჩვენი უძლურების გათვალისწინებით ჯერ უნდაა მოხმარებული. ნათქვამია, გაიხსენა ღმერთმა ნოეო. წმინდა წერილმა უკვე მოგვითხრა იმის შესახებ, რომ როგორც მე განუმარტე თქვენ სიყვარულს, რომ 40 დღის და იმდენივე ღამის განმავლობაში წვიმა მოდიოდა, 150 დღის მანძილზე კი მთების მწვერვალებს 15 წყრთით აცილებული წყალი ერთსა და იმავე სიმაღლეზე იდგა და რომ მაშინ ეს რომ ხდებოდა, მართალი ნოე კიდობანში იმყოფებოდა და ჰაერის სუნთქვის შესაძლებლობაც კი არ გააჩნდა, რადგანაც მასთან ერთად იყვნენ გამომწყდეული უტყვი ცხოველებიც. ამიტომაც წერილი ის. ახლა გვეუბნება. გაიხსენა ღმერთმა ნოე. რას ნიშნავს? გაიხსენა? ანუ შეიბრალა ღმერთმა კიდობანში მცხოვრები მართალი კაცი.
შეეცოდა ნოე, რომელიც ასეთ შევიწროებულსა და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილიყო და ისიც არ იცოდა როგორი ბოლო ექნებოდა მის გასაჭირს. მართლაც და დაფიქრდი რა აზრები უშფოთებდნენ გულს იმ 40 დღისა და 40 ღამის მერე, რომელთა განმავლობაში წყალი სულ მატულობდა. როცა ხედავდა, რომ წყალი 150 დღის განმავლობაში ერთსა და იმავე სიმაღლეზე დგას და სრულიად არ იკლებს და რაც უფრო ძნელია, კიდობანში გამომწყდეულს მას ისიც კი არ შეეძლო საკუთარი თვალით დაენახა რა ხდებოდა და ეს უძლურება, თავად ეხილა თავს დატეხილი უბედურება კიდევ უფრო უმრავლებდა წუხილს ყოველდღე მეტი და მეტი გასაჭირის შიში იპყრობდა. მე თავად გაოცებული ვარ, როგორ არ გასრისა იგი უიმედობის ტვირთმა, როდესაც ადამიანთა მოდგმის დაღუპვაზე, საკუთარ სიმარტოვეზე, კიდობანში ცხოვრების სიმძიმეზე ფიქრობდა. მაგრამ ყოველივე სიკეთის მიზეზი მისთვის იყო ღმერთის რწმენა, რისი წყალობითაც გაძლო და უჩივლელად გადაიტანა ყველაფერი და იმედით ნაკვებს არანაირი უსიამოვნება არ უგრძნია. ამგვარად, რაკინოემ თავის მხრივ ყველაფერი მოიმოქმედა, დიდი რწმენა გამოიჩინა და სიმამაცე და მოთმინება გამოავლინა, აწიხილე რაოდენ დიდია მის მიმართ ყოვლადმადლიანი ღმერთის სიყვარული. გაიხსენა ღმერთმა ნოე. უმიზეზოდ როდი ამბობს წმინდა წერილი გაიხსენაო, არამედ რადგანაც ადრე გვიჩვენა მართალი ნოეზე თავად ღმერთის მოწმეობა, რომელმაც თქვა: შედი კიდობანში მთელი შენი სახლით ურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში. ამიტომაც ახლა ამბობს. გაიხსენა ღმერთმა ნოეო, ანუ გაიხსენა მოწმეობა, რომელიც თავადვე წარმოთქვა და დიდხანს აღარ მიუტოვებია მართალი უყურადღებოთ, არამედ შეიცადა მანამდე, სანამ მას გაძლება შეეძლო და საბოლოოდ სიკეთე მიმადლა. ამგვარად, ღმერთმა იცის ჩვენი ბუნების უძლურება და თუ როდესმე დაუშვებს ცდუნებაში ჩავარდეთ, მას მხოლოდ იმდენ ხანს გაგვიგრძელებს, სადამდეც იცის რომ შეგვიძლია გაძლება, რათა ამის მერე მოგვიწყვნას შესაბამისი ჯილდო მოთმინებისთვის და გვიჩვენოს კაცთმოყვარება, როგორც ამაზე პავლესაც უთქვამს. სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქვენ განცდათ უფრო ის ძალისა თქვენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანება იცა, რაითა შეუძლოთ დათმენად. რა კი ამ მართალმა სიმტკიცე და მოთმინება გამოიჩინა, ღმერთის რწმენით გადაიტანა კიდობანში ყოფნა, ამიტომაც როგორც ნათქვამია გაიხსენა ღმერთმა ნოე. შემდეგ იმისათვის, რათა შეიცნო მისი უძირო სიყვარული, საღვთო წერილი დაურთავს და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი მასთან ერთად რომ იყო კიდობანში. დააკვირდი, ყოველივეს ადამიანის საპატივცემლოც ჩადის. როდესაც წარღვნისგან ადამიანები იღუპებოდნენ, მათთან ერთად დაიღუპა ყველა უტყვი ცხოველი. ახლაც რა კი სურს გამოავლინოს თავისი სიყვარული მართლის მიმართ, მის საპატიოდ საკუთარ სიყვარულს ავრცელებს უტყვი ცხოველებზეც, ნადირებზეც, ფრინველებზეც, ქვეწარმავლებზეც. ამბობს: გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი მასთან ერთად რომ იყო კიდობანში და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი. ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი რომ გაიხსენაო, ამბობს: ღმერთმა ბრძანა დაწყნარებულიყო წყლების დინება, რათა თანდათანობით გამოევლინა თავისი კაცთმოყვარება და ბოლოს შეემსუბუქებინა მართლის ხვედრი, დაემშვიდებინა, მღელვარე აზრები გაეფანტა და მისთვის სინათლით ტკბობის ჰაერის ჩასუნთქვის ნება მიეცა. შეუბერა ღმერთმა მიწას და შემცირდა წყალი, შეწყდა უბსკრულებიდან მომდინარე წყაროები და ციდან გადმოხეთქილი ნიაღვრები. შემცირდა მიწიდან ამომავალი წყალიც და შედგა. დააკვირდი, წერილი ყველაფერზე როგორი ადამიანური ენით გველაპარაკება. შეწყდაო, ამბობს, უბსკრულებიდან მომდინარე წყაროები და ციდან გადმოხეთქილი ნიაღვრები. თითქოს და ასე გვითხრა. ისურვა ღმერთმა და წყალი კვლავ თავის ადგილზე დადგა. მეტად აღარ მატულობდა, არამედ თანდათანობით კლება დაიწყო. თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იწყო წყალმა კლება 150 დღის შემდეგ. განა რომელ გონებას შეუძლია, როდისმე ჩაწვდეს ამას. თუნდაც რომ წვიმამ გადაიღო, წყაროები წყალს აღარ აქცევდნენ და ცის სარწყავებიც დაიგმანა, მაინც როგორი კლავამდენმა წყალმა. ყველაფერი ზღვის ჯურღმულად იყო ქცეული. როგორ იწყო შემცირება ასე უხმა წყალმა? ვის შეუძლია ადამიანური გონებით ამის ახსნა? რა შეიძლება ითქვას? ყველაფერი ღმერთის ბრძანებით აღსრულდებოდა. ნურც ჩვენ გამოვიკვლიოთ როგორ მოხდა ეს, არამედ მხოლოდ ვირწმუნოთ რომ ინება ღმერთმა და ამაღლდა წყალი. კლავინება და შეაჩერა წყალმა მოძრაობა და დადგა თავის ადგილასვე, რომელიც მხოლოდ მისმა შემქმნელმა ღმერთმა უწყის. ნათქვამია: მე-7 თვის მე-17 დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი. თანდათან იკლებდა წყალი მე-10 თვემდე. მე-10 თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები. დააკვირდი რა უცებ შეიცვალა ყველაფერი, რამდენი წყალი გაილია ისე რომ კიდობანი მთებზე დაჯდა. ადრე წერილმა გვაუწყა რომ წყალი მთებს 15 წრთის სიმაღლეზე ასწდა. ახლა კი ამბობს რომ არარატის მთებს მიადგა კიდობანი, რომ ამის მერე წყალი ნელ-ნელა იკლებდა მე-9 თვემდე, მე-10 თვეს კი უკვე მთების მწვერვალები გამოჩნდნენ. დაფიქრდი, რაოდენ დიდია მართლის სიმტკიცე რომ შეძლო და ამდენი თვე გაძლო წყლიათში ტუსაღებით გამომწყდებულმა. 40 დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული. გამოუშვა ყორანი. ის გაფრინდა და ვიდრე არ დაშრა წყალი დედამიწაზე, უკან აღარ დაბრუნებულა. ნახე, მართალი ნოე ჯერ კიდევ ვერ ბედავს, თავად გაიხედოს, არამედ ყორანს გზავნის, რათა მისი მეშვეობით შეიტყოს,
უნდა ჰქონდეს თუ არა რამე კეთილი ცვლილების მოლოდინი. ნათქვამია, ის გაფრინდა და ვიდრე არ დაშრა წყალი დედამიწაზე უკან აღარ დაბრუნებულა და წმინდა წერილი აქ დაურთავს. ვიდრე არა იმიტომ რომ ყორანი ბოლოს დაბრუნდა კიდობანში, არამედ იმიტომ რომ საერთოდ ახასიათებს ამ გამონათქვამის ამგვარად გამოყენება. მართლაც და ამგვარ გამოყენებას წერილში ბევრგან შეიძლება წავაწყდეთ და შემეძლო თქვენთვის მათზე მითითება. მაგრამ იმისათვის რომ ყველაფრის ჩვენგან შეტყობის მიზეზით უზრუნველობა არ მოგერიოთ, თქვენ მოგანდობთ თავად გამოიკვლიოთ წმინდა წერილი და მოძებნოთ სად გამოიყენებს სიტყვის ასეთ თავისებურებებს. ახლა კი უნდა გიჩვენოთ მიზეზი, რის გამოც ეს ფრინველი კიდობანში აღარ მობრუნდა. შესაძლოა ეს უწმინდური ფრინველი გარეთ იმის გამო დარჩა, რომ წყლის მოკლებამ ადამიანების და ცხოველების ლეში გამოაჩინა დედამიწაზე და მან გამოსადეგი საკვები იპოვა, ეს კი თავისთავად მართალს სასიკეთო ცვლილებების იმედს უღვივებდა. ასე რომ არ ყოფილიყო ყორანს ვერანაირი საკვები რომ ვერ ეპოვა, მაშინ დაბრუნდებოდა კიდობანში. ეს რომ ასეა, იქიდან ჩანს რომ მართალს ამის მერე იმედი გაუჩნდა და გაუშვა მტრედი, ეს თვინიერი და ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარული ფრინველი, რომელსაც სიავე არ მოსდგამს და თესლების მეტი არაფრის ჭამა არ უყვარს, რადგანაც წმინდა ფრინველების მოდგმას მიეკუთვნება. გაუშვაო, ნათქვამია მტრედი რომ გაეგო თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე. ვერ იპოვა მტრედმა ფეხის მოსასვენებელი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე. აქ ჩდება კითხვა. თუ წმინდა წერილმა აქამდე გითხრა რომ გამოჩნდა მთათა მწვერვალები, ახლა რატომღა გვაუწყებს რომ ეს მტრედი რაკი მოსასვენებელი ვერ იპოვა, ნოესთან კიდობანში დაბრუნდა, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე. ყურადღებით წავიკითხოთ ეს სიტყვები და მიზეზსაც ვიპოვით. წერილმა მხოლოდ ის კი არ თქვა ვერ იპოვა, მოსასვენებელიო, არამედ ფეხისაო დაურთავს, რათა გვიჩვენოს რომ თუმცა კი წყალმა ნაწილობრივ დაიხია და მთების მწვერვალები გამოჩნდა, ეს მწვერვალები წყალდიდობის გამო ტალახით იყო დაფარული ან თხევადი შლამით იყო სავსე. აი რატომაა რომ მტრედი ვერც დაჯდა სადმე, ვერც თავისი შესაფერისი საკვები იშოვა და კიდობანში დაბრუნდა, რითაც მართალს შეატყობინა რომ მიწაზე ჯერ კიდევ ბევრი წყალი დგას. გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში. ხედავ რა მადლიერია ეს ფრინველი თავისი დაბრუნებით და კიდობანში დარჩენით, როგორ შეაგონა მართალი კიდევ ცოტა მოეთმინა. ამიტომ 7 დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. სიტყვა საღამოჟამს აქ ფუჭად და უმიზნოდ როდია ნახმარი, არამედ იმისათვის, რათა ვიცოდეთ, რომ მტრედმა კიდობნის გარეთ მთელი დღე გატარა, უკვე სათავისო საკვებიც იპოვა და საღამოს დაბრუნდა. ნისკარტით კი ზეთისხილის რტო მოიტანა. ამგვარია ეს ფრინველი თვინიერი, მუდამ ხალხთა შორის ყოფნის მოყვარე. ამიტომაც დაბრუნდა კიდობანში და ზეთისხილის რტოს მოტანით მართალს უდიდესი ნუგეში უძღვნა. მაგრამ იქნებ ვინმე მიკითხოს, სად იპოვა მტრედმა ზეთისხილის რტო? ყველაფერი ღვთის განგებულებით ხდებოდა. ისიც რომ მოიძებნა რტო, ისიც რომ მტრედმა იგი ნისკარტით დაიკავა და მართალ ნოესთან მიაბრუნდა. მეორეს მხრივ ცნობილია რომ ზეთისხილის ხე მარადმწვანეა და ალბათ წყლის დაკლების მერე ჯერაც ჰქონდა ფოთლები შერჩენილი. 7 დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი. აღარ მობრუნებულა იგი მასთან, დააკვირდი. ეს მართალი კაცი, როგორც საკმარ ნუგეშს პოულობს ყველაფერში, როგორც ზეთისხილის რტოს მომტანი მტრედის დაბრუნებამ მისცა კეთილი იმედი, ასევე ახლაც გაშვებული მტრედის მოუსვლელობამ დანამდვილებით დაარწმუნა, რომ ფრინველმა იპოვა მოსასვენებელი და რომ წყალი სრულიად დაშრა. თქმული სიმართლეში დასარწმუნებლად ისმინე, რა მოსდევს შემდეგ. 601 წელს პირველი თვის დამდეგს დაშრა წყალი ქვეყნად. ახადა ნოემსახურავი კიდობანს და ხედავს. აჰა, გამშრალია მიწის პირი. და აი, აქაც უნებლიეთ ვკვირვობ და მაუცებს როგორც მართლის სათნოება, ასევე ღმერთის კაცმოყვარება. მართლაც და მითხარი, ამდენი ხნის მერე ჰაერზე გამოსული და ზეცისკენ მზერის აპყრობი ნოე როგორ არ დაბრმავდა, ვით არ დაკარგა თვალისჩინი. კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ ასე მოსდით ადამიანებს, რომლებიც თუნდაც მცირე ხანს დაჰყოფენ ბნელ და უშუქო ადგილებში და შემდეგ ერთბაშად მოისურვებენ მზის კაშკაშა სინათლის ხილვას. ამ მართალ კაცს კი, რომელმაც კიდობანში, როგორც დილეგში, მთელი წელიწადი ამდენი თვე დაჰყო და ახლა უეცრად გამოვიდა სრულ სინათლეზე, მსგავსიც არაფერი მოსვლია. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ღვთიურმა მადლმა მისი მოთმინების ჯილდომ გააძლიერა მისი სხეულებრივი გრძნობათა ორგანოები და ხორციელი უძლურებისთვის შეუვალი გახადა. მეორე თვის 27 დღეს გამოშრა დედამიწა. წმინდა წერილი უმიზეზოდ როდი გვიყვება ასე დაწვრილებით, არამედ იმისთვის, რათა ვიცოდეთ, რომ ერთი დღის უკლებლივ შესრულდა ის წელიწადი, რომლის დროსაც მართლის მოთმინება გამოვლინდა და მთელი დედამიწაც განიწმინდა, მას შემდეგ. რაც მთელი ქმნილება თითქოს და განიბანა უწმინდურებისგან, ჩამოიშორა მთელი ბიწი, რაც მას ადამიანთა უკეთურების გამო მისცხებოდა და განათლდა მისი პირი. მაშინ გაუბრძანებს ღმერთი მართალს კიდობნიდან გამოსვლას და ამ საზარელი დილეგიდან ათავისუფლებს. ნათქვამია. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები. ყველა ცხოველი შენთან მყოფი,
ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი და ყველა ქვეწარმავალი მიწაზე მძრომელი გამოიყვანე შენთან ერთად. მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად. დააკვირდი ღმერთის სახიერებას, როგორ ანუგეშებს იგი მართალს, რა კი ღმერთმა კიდობნიდან გამოსვლა უბრძანა ნოეს, მის ძეებსაც, ცოლსაც, მისი ძეების ცოლებსაც და ყველა ცხოველსაც იმისათვის, რომ ისევ უიმედობას არ შეეპყრო იგი, არ დაეტანჯა იმაზე ფიქრს, თუ როგორ იცხოვრებდა ესოდენ ვრცელ მიწაზე, როგორც უდაბნოში, მარტო, სხვა ადამიანების გარეშე, ამის გამო ღმერთმა ნოეს რომ უთხრა. გამოდით და ყველა გამოიყვანე შენთან ერთადო, ესეც დაურთო. ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნადო. დააკვირდი, ეს მართალი კაცი ისევ იღებს იმ კურთხევას, რომელიც ადამმა მიიღო დანაშაულის ჩადენამდე. როგორც მას შექმნისთანავე ესმა. ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ასევე ესმა ახლა ნოესაც. ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა. რადგანაც ისევე როგორც ადამი იყო წარღვნამდე მცხოვრები ყველა ადამიანის საწყისი და ძირი, ასევე ეს მართალი კაციც ხდება თითქოს და დვრიტა, საწყისი და ძირი წარღვნის შემდგომ მცხოვრები ადამიანებისა. აქედან უკვე იწყება ადამიანთა საზოგადოების მოწყობა და მთელი ბუნებაც თავის მშვენიერებას შეიმოსავს. მიწა ნაყოფიერებისთვის ემზადება, ასევე სხვა არსებებიც, რომლებიც ადამიანის მსახურებისთვის არიან შექმნილნი. ნათქვამია, გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები. ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავთავისი გვარის და მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან. ანუ ნოემ, რომელმაც მიიღო კურთხევა, ინაყოფიერეთ და იმრავლეთო, ღმერთის ბრძანებით დატოვა კიდობანი ყველა მასთან მყოფთან ერთად. და აი მთელ დედამიწაზე ერთი ოჯახიღა სახლობდა. მართალი ნოე ცოლთან, შვილებთან და მათ ცოლებთან ერთად. მაგრამ კიდობნიდან გამოსვლისთანავე მან ღმერთს მადლი შესწირა როგორც წარსულის, ასევე მომავლის გამო. მაგრამ თუ გსურთ სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, მართლის მადლიერებაზე ლაპარაკი სახვალიოდ გადავდოთ. დღეს კი აქ შევჩერდებით და შევთხოვთ თქვენ სიყვარულს. მუდამ გონების თვალწინ გედგათ ეს ნეტარი კაცი, ნოე, გულდასმით შეისწავლოთ მისი სათნოების მშვენიერება და მისი მიმბაძველები იყოთ. დააკვირდით, მართლაც და რაოდენ დიდია მისი სათნოების საუნჯე. რამდენი დღეა მის ამბავს განვიხილავთ და დღეს მაინც ვერ დავასრულეთ მასზე ლაპარაკი. ან კი რად ვამბობ, დავასრულეთო? რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ყველაფერს მაინც ვერ ვიტყვით. არა, თუნდაც რომ მრავალი ვთქვათ ჩვენს და ჩვენ მერე ჩვენმა შთამომავლებმაც, სათქმელს ბოლო მაინც არ ექნება. იმგვარია მისი სათნოება. თუ მოვისურვებთ, ამ მართალს შეუძლია მთელი ჩვენი მოდგმა შეაგონოს და სათნოებისკენ გაუძღვეს. მართლაც და როდესაც მან ამდენ ბოროტ ადამიანს შორის მცხოვრებმა და ზნეობით ერთი მისი მსგავსისაც ვერ მპოვნელმა, სათნოების ასეთ სიმაღლებს მიაღწია, მაშინ რით ვიმართლებთ თავს ჩვენ, ვისაც ასეთი წინაღობები არ გაგვაჩნია, მაგრამ არ ჩავდივართ კეთილ საქმეებს. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, როგორ იცხოვრა მან 500 წელიწადი, როგორ იტანდა უკეთურებისგან დაცინვასა და ლანძღვას, კიდობანში მისი ცხოვრების გახსენებაც კმარა. მგონია, რომ ამგვარი ცხოვრების ერთი წელიწადი მთელ სიცოცხლეს უტოლდება. ალბათ რამდენი მწუხარება გადაიტანა ასეთ სივიწროვეში მოქცეულმა, სუფთა ჰაერს მოკლებულმა ნადირებისა და სხვა უტყვი არსებების გვერდით მცხოვრებმა. და მაინც ამ გარემოშიც მან შეინარჩუნა სულის სიმხნევე და ნების სიმტკიცე, ღმერთის რწმენა შეიმოსა და ყველაფერი უდრტვინლად და იოლად გადაიტანა. და რა კი თავის მხრივ ყველაფერი სწორად გააკეთა, ღმერთისგანაც უხვი ანაზღაურება მიიღო. თუ კიდობანში ცხოვრებისას დიდ სივიწროვეს იტანდა, ამის წილ საზარელ წარღვნას და საყოველთაო დაღუპვას გადაურჩა, ამის წილ ამგვარი სივიწროვისა და მძიმე ტუსაღობის მერე თავისუფლება და სიმშვიდე მიეცა ღმერთის კურთხევის ღირსი შეიქმნა. შემდეგ მას საქმითაც დაამტკიცა ღმერთისადმი მადლიერება. ერთი სიტყვით, მუდამ თავად იყო ხოლმე კეთილი საქმის წამომწყები. როგორც თავისი ცხოვრების პირველ ნახევარში იღვწოდა სათნოების საკეთებლად და ბოროტთა უკეთურებას განერიდებოდა, რის გამოც აცდა კიდევაც მათთან ერთად დასჯას. ის ერთი გადარჩა, როდესაც ყველა დაღუპა წარღვნამ და მერეც დიდი რწმენა გამოავლინა, მადლიერებით გადაიტანა კიდობანში ცხოვრება და ამის გამო კვლავ უხვად დაჯილდოვდა ღმერთისგან. მაშინვე კიდობნიდან გამოსვლისთანავე და ადრინდელ ვითარებას დაბრუნებისთანავე ღმერთის კურთხევის ღირსი გახდა. შემდეგ მან კვლავ გამოავლინა მადლიერება და როგორც ზალუძდა, ისე შესწირა ღმერთს მადლი, ამისთვის კი კაცმოყვარე ღმერთისგან კიდევ მეტი წყალობა მიიღო. ასეთია ღმერთის წესი. თუ ჩვენი მხრივ თუნდაც მცირე და უმნიშვნელო, მაგრამ მაინც სიქველეს ჩავიდენთ, ის ყოველთვის მდიდრულ წყალობას გვიწვნის. და იმისათვის, რათა დარწმუნდე ადამიანის ზღვენის სიმწირეში და შენი უფლის სიუხვეში, დაფიქრდი ამაზე, რომც გადავწყვიტოთ მისთვის რამის შეწირვა, რა შეგვიძლია სიტყვიერი მადლობის მიწვნის გარდა. მისი ჩვენდამი წყალობა კი საქმით გამოიხატება. როგორ შევადაროთ საქმე სიტყვას? ჩვენს უფალს არაფერი სჭირდება და არაფერს ითხოვს ჩვენგან სიტყვების გარდა. და სიტყვიერ მადლობასაც იმის გამო კი არ გთხოვს, რომ თავად ჭირდება ისინი, არამედ იმისათვის, რომ სიკეთის გამკეთებლის მიმართ მადლიერება გვასწავლოს. ამიტომაც ამბობს პავლეც კოლასელთა მიმართ მიწერილ წერილში. მადლის მიმცემელ იყვენით
მართლაც და ამ სათნოებაზე მეტად არაფერს ითხოვს უფალი ჩვენგან. ჩვენც ნუ ვიქნებით უმადურნი და საქმით წყალობის მიმღებნი, ნუ დავიზარებთ უფალს სიტყვით ვუძღვნათ მადლი, რადგანაც სარგებელი ამისგან ისევ ჩვენ გვექნება. თუ ჩვენ უფლის ადრინდელი წყალობის გამო მადლიერნი ვართ, ამით კიდევ უფრო მეტის მიღების საიმედო საშუალებას ვიძენთ, ოღონდ გთხოვთ თუ შეიძლება ყოველ დღე და ყოველ ჟამს ვიფიქროთ არა მხოლოდ საერთო წყალობაზე, რომელიც ყოველთა შემოქმედმა ადამიანთა მთელ მოდგმას მოუვლინა, არამედ პირადზეც, რაც კი თითოეულ ჩვენგანს გვიწყალობა უფალმა. და რას ვამბობ? პირადსა და თითოეულისთვის ნაწყალობებზე მეთქი? ჩვენ მადლი უნდა შევწიროთ იმ წყალობისთვისაც, რომელსაც ვიღებთ და არ კი ვუწყით მის შესახებ. ჩვენ ხონებაზე მზრუნველი უფალი ბევრ ისეთ სიკეთეს მოგმადლის, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით, ხშირად საშიშროებას აგვარიდებს, სხვა წყალობასაც გვიბოძებს. იგი კაცთმოყვარების წყაროა, რომლის ნაკადიც განუწყვეტლივ მოედინება ადამიანთა მოდგმაზე. მაშ თუ ვიფიქრებთ ამაზე და შევეცდებით, უფალს მადლი ვუძღვნათ ადრინდელი წყალობისთვის და თავს განვიწყობთ, რომ მომავალი წყალობაც მადლიერებით მივიღოთ, რათა მისი სიკეთის უღირსები არ გავხდეთ, მაშინ შევძლებთ, უკეთესადაც ვიცხოვროთ და ცოდვასაც განვერიდოთ. ღმერთის მოწყალების ხსოვნა ჩვენ ქველთ ცხოვრებას გვასწავლის და არ დაგვანებებს, უზრუნველობასა და თავდავიწყებაში ჩავცვივდეთ, ან ცოდვას მივეცეთ. მართლაც, ყურადღებიანი და ფხიზელი სული მადლიერებას გამოხატავს არა მხოლოდ მაშინ, როცა საქმეები კარგად მიდის. არა, თუნდაც რომ ვითარება უარესობისკენ შეიცვალოს, იგი ღმერთს ადრინდებულად მადლობს. ეს ცვლილება მას არ ასუსტებს, არამედ უფრო მტკიცდება, ფიქრობს ღმერთის გამოუთქმელ მზრუნველობაზე და იმაზე, რომ მას, ყოვლის მქონეს და ყოვლად ძლიერს, ჩვენზე მზრუნველობის გამოჩენა არახელსაყრელი ვითარების დროსაც შეუძლია, თუმცა კი ჩვენ ამის გაგება არ შეგვიძლია. ამგვარად, ყველაფერი თავის ნებაზე მივუშვათ და მხოლოდ იმაზე ვიზრუნოთ, რომ განუწყვეტლივ მადლობდეთ ღმერთს ყველაფრისთვის. ჩვენ ხო სწორედ იმიტომ შევიქმენით გონიერნი და უტყუ ცხოველებზე ასე აღმატებულნი, რომ ყოველთა შემოქმედს ქება უთხრათ. იმისთვის ჩაგვბერა სული და გვაჩუქა ენა, რომ ჩვენ გვეგრძნო მისი სიკეთე ჩვენ მიმართ და მისი ძალაუფლებაც გვეღიარებინა. მადლიერებაც გამოგვეხატა და შეძლების დაგვარად უფლისთვის ქება დიდება შეგვეწირა. თუ ჩვენნაირი ადამიანები რამე, თუნდაც მცირედ სიკეთეს გვიზამენ, ჩვენგან მადლიერებას ითხოვენ და სხვათა შორის, ეს უნდათ არა ჩვენგან აღიარების გამო, არამედ იმისათვის, რომ თავადაც განდიდნენ ამის წყალობით. მაშინ მით უფრო ასე უნდა მოვექცეთ კაცთმოყვარე ღმერთს, რომელსაც ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე სარგოც სურს. ადამიანთათვის მათ მიერ ჩადენილი სიკეთის გამო თქმული მადლობა თავად სიკეთის ჩამდენის დიდებას ამრავლებს, მაგრამ როდესაც კაცთმოყვარე ღმერთს ვწირავთ მადლობას, მაშინ საკუთარ დიდებას შევმატებთ, რადგანაც ღმერთი ჩვენგან მადლობას იმისთვის კი არ ითხოვს, რომ ჩვენგან განდიდება ჭირდებოდეს რამედ, არამედ იმისთვის, რომ მთელი სარგებელი ჩვენვე მოგვეცეს და მისი მეტი წყალობის ღირსი შევიქნეთ. მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია ღირსეულად შევამკოთ იგი, ან კი როგორ მოვახერხებთ ესოდენ უღონო ბუნების მქონენი. უხორცო და უხილავი ძალებიც კი საწყისთა, უფლებთა, ქერუბიმთა, სერაფიმთაც კი არ ძალუცთ მისი სათანადოდ შესხმა და მადლიერების გამოთქმა. მაგრამ ჩვენი ვალია, როგორც შეგვიძლია, ისევ მადლობდეთ მას და დაუცხრომლად ვადიდებდეთ ჩვენს უფალს როგორც სიტყვით, ასევე ქველი ცხოვრებით. სწორედ ესაა საუკეთესო განდიდება, როდესაც ურიცხვი ბაგით შევასხამთ ქებას. სათნოდ მცხოვრები ყველა მის მაცქერალს აიძულებს, განადიდოს მისი ღმერთი. მათი ქება კი უფლის უდიდეს და გამოუთქმელ წყალობას მიხმადლის მას, რომელმაც სხვები უფლის სადიდებლად აღძრა. განა ვინ იყოს ჩვენზე ნეტარი, თუ გადავწყვეთ, არა მხოლოდ საკუთარი ბაგით ვადიდოთ მოწყალე ღმერთი, არამედ ყველა მოყვასი აღძრათ ჩვენთან ერთად მის სადიდებლად. სათნოების ძალა კი იმგვარია, რომ ერთ ადამიანსაც შეაძლებინებს ურიცხვი ბაგით ადიდოს შემოქმედი. ამგვარად, საყვარელო ვერაფერი შეედრება სათნოებით ცხოვრებას. ამიტომაც ამბობდა უფალი. ეგრეთ ვწყინებდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. ხედავ განა ნათელი ვით აკრობს სიბნელეს, როგორც კი მოევლინება. ასევე სათნოება თავის გამოჩენით ცოდვას განაგდებს და ცდომილების წყდიადის განფანტველი მის მაცქერალ სულებს ღვთის დიდებისთვის აღძრავს. ჩვენც შევეცადოთ ისე იბრწყინონ ჩვენმა საქმეებმა, რომ განდიდდეს ჩვენი უფალი. და ქრისტემ ასე იმისთვის კი არ თქვა, რომ საჩვენებლად ვაკეთებდეთ რამეს. არა, არამედ იმისათვის, რომ პატიოსნად და ღვთის ნებისაებრ ვიცხოვროთ და არავის მივცეთ ღვთის გმობის საბაბი და ჩვენი კეთილი საქმეებით ყველა ჩვენი შემხედვარე ყოველთა არსთა შემოქმედის სადიდებლად აღძრათ. ასე კი დავიმსახურებთ მისგან დიდ მოწყალებას და შევძლებთ, ავიცილოთ სასჯელი და გამოუთქმელ სიკეთეებს მივეგოთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანაშვენის პატივი, ძალი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.